კანადური დოლარი გინახნია მეგობრებო, ოდესმე ცხოვრებაში გინახნიათ? აი ეს არის კანადური დოლარი. გაგონილი კი მქონდა, მაგრამ ნანახი არ მქონდა და ახალი დაწყებული რომ მქონდა სამსახური ტრაილერზე, მაშინ ჩამოსული იყო ერთი კანადელი მძღოლი, Home Depot-ში მქონდა ორივეს delivery და მაშინ მეუბნები რომ მეთქი მართლა პლასტიკურია, ესეთი პლასტიკია, მეთქი თქვენი ფული აბა ერთი მაჩვენე რა გექნება და კიო და ამ მაშინ ამოიღო $5 და ამოვიღე მე ამერიკულ $5 ვაძლევ. 1.47-ზეა ეხლა, მაშინ არ მახსოვს, მაგრამ ამერიკული დოლარი ყოველთვის მეტია კანადურზე და მეთქი გამიცვალე რა და არაო. რატომ მეუთხარი და ეგაო მეტიაო და არაო და ვიცი რომ მეტია მეუთხარი, მაგრამ გამიცვალე რა, უბრალოდ მინდა რომ მქონდეს. არაო. არა და ნუ შენი ხო და ეხლა უყურე რა ხდება აქ, ნუ პლასტიკურია მართლა, პლასტიკია, ასე ვთქვათ. ძალიანაც რომ მოინდომო არ იხევა, შანსი არ არის დახიო, აი, ვერ დახევ, აი, აი. არ იხევა. გარეცხა უფრო ტკიცინა ხდება. აქ გამჭვირვალეა, ესე. არ ვიცი რამდენად ჩანს, აქ არის გამჭვირვალე, აქაც გამჭვირვალე. და ყველაზე მთავარი, რომელიც არც ერთ ქვეყნის კუპიურაზე არ შემიმჩნევია, თუ ვინმეს გინახიათ ეგეთი რამე, სიამოვნებით მოვისმენ კი არა და წავიკითხავ კომენტარებში. დააკვირდე აქ რა ხდება. აი აქ, არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს, არ ვიცი ამ შრიფტს რა ქვია. მართლა არ ვიცი, აღარ მახსოვს. აი აქ წერტილებს ხედავ, აი აქ წერტილებს, აი აქ. ეს შემოაბრუნებ, აქ უკეთესად ჩანს. აი ეს ხელს რო გადაусმევ ასე, არის ამობურცული აქ ესე, ამობურცულია. აქაც და ამასა და აი აქ. აი აქ, ამასაც ეგრე, აი აქ აქვს ამობურცულები. ანუ ეს რისთვის არის, რომ უსინათლო ადამიანმა ესე ნახოს და გაიგოს რამდენიანი კუპიურა უჭირავს ხელში. მე ესეთი რამე სხვა კუპიურაზე არ მინახია. შენ გინახნია, მე არ მინახნია. აუ რა გინდოდა ბავშვი, რატო ამაჩემებინე ახლა ეს, ჰა? გინახნიათ მეგობრებო. ხო, სხვა რა ვიცი ხა რო გითხრა გაუცებული ვარ მეთქი კანადით, არა ვარ გაუცებული. ამათაც კარგად უჭირთ, როგორც ჩანს. ესე იგი ბოლოს სოფელ ყარაღატში რო ვიყავი, იქ უფრო კარგი გზებია, ვიდრე აქ ზოგიერთ უბნებში. საშინელებაა. ავტობანებიც კარგად მოკერებული აქვთ. ხო და რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებულია, კანადა არა. ხო, ტორონტოში არა ყოფილი ვარ და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მონრეალით მაინდა-მაინც გაუცებული არა ვარ, არა და აქედან დაიწყო მგონი კანადების მშენებლობა, არა? არა? თუ ხო? გახსოვს ისტორია. ამასობაში დაიტანა ჩემი მანქანა და წავედი მე და ოჩაღად იყავით თქვენ. აბადროებით.